30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. ქართული არმია დაარსებიდან 32 წლის თავს აღნიშნავს. ვეტერანი სამხედრო მოღვაწის თეიმურაზ ზავრაშვილის განმარტებით ქართული ჯარისკაცი ყოველთვის თავდადებითა და სიმამაცით გამოირჩევა. განსაკუთრებით საამაყოა ქართული ჯარის დანაყოფის როლი ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. 30 აპრილს იმიტომ ვიხდით ამ დღესასწაულს და დავარქვით შერეულ ძალების დღე, რომ პირველი წევანდელები 30 აპრილს გავიწვიეთ ჯარში. ძალიან ბევრი მძიმე დღე გადაიარა ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა. ბევრი ომი, ბევრი ორომტრიალი, უფულობა, უქონლობა და ასე შემდეგ, მაგრამ ფეხზე დადგა, გაძლიერდა და მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი საქმეებიც აქვს ნაკეთებელი. დიდ მტერთანა გვაქვს ნაომარი. დღესაც სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არის შეიარაღებული ძალები თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებს 2019 წლიდან გარდაერქვა სახელი და ბევრი რამ არის არა მხოლოდ ჩვენთვის საქართველოსის დემოკრატიის განმტკიცებისთვის არის გაკეთებული. მოგეხსენებათ, ყველა მისიაში აქვს მონაწილეობა ჩვენ თავდაცვის ძალებს და მისიაში ზოგიერთი ქვეყნისავით მარტო იმისთვის არა რომ დროშა აღმართული იყო მონაწილეობის. მოგეხსენებათ, არა ნატოს ქვეყნებს შორის პირველი კონტრიბუტორი ვიყავით და ნატოს ქვეყნებს შორის კიდე მესამე ვიყავით ამერიკის შეერთებული შტატების და გერმანიის შეიარაღებული ძალების შემდეგ ყველაზე მეტი კონტინგენტი დრო და დრო 1500 კაცს აღემატებოდა სხვადასხვა მისიებში.